რა თქმა უნდა. ეხლა ზელენსკის გაცხადება რომ მას არ დაუძახეს მოლაპარაკებაზე, ეს მისი ბრალია. მან თვითონ რამდენიმე 2 წლის უკან შეიტანა კონსტიტუციაში ცვლილება, სადაც ჩაწერა რომ რუსეთთან მოლაპარაკება აკრძალულია და ისჯება. ასევე არ იქნა მიწვეული ევროკავშირის კომისიის წევრები. თვითონ ევროკავშირმა მაშინდელმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ მათ მინსკი 1 და მინსკი 2-ის ხელშეკრულება დადეს, იმიტომ რუსეთთან, რომ ამით მოიგეს დრო და ფაქტიურად შეიარაღეს და მოამზადეს უკრაინული ჯარი, რომ ბრძოლა ეწარმოებინა რუსეთს. ესე იგი, ტრამპმა პირდაპირ გადაუწყვიტა და უთხრა, თქვენ არ ახართ მოლაპარაკების ღირსები, იმიტომ რომ თქვენ მოლაპარაკებების ტრადიციებს, საერთაშორისო აღიარებულ წესჩვეულებებს არ ღვევთ, ამიტომ თქვენს გარეშე ჩვენ დავждებით და მოვილაპარაკებთ და რასაც გადავწყვეტავთ, ის იქნება თქვენთვის მისაღები და თუ არ მიიღებთ, მერე თქვენ თავს დააბრალეთ. ასე რომ უკრაინის ბედი გადაწყვეტილია, ზელენსკის ბედი გადაწყვეტილია, ეს ომი რომ ძირითადად ბიზნესის ინტერესებისთვის იყო გაღვივებული და ბიზნეს ინტერესებს ემსახურებოდა, იმითაც დასტურდება, თუნდაც რომ ეხლა აღმოაჩინეს ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ, რომ 47 მილიარდი უკრაინაში წამოსული თანხა გასული არის უკრაინიდან და გადარიცხულია მესამე ქვეყნებში და იციან სად იმყოფება ეს თანხები და რას მოხმარდა. ფაქტიურად გამოდის ის, რომ ეს უკრაინის ომი გარდა იმისა, რომ ხალხის უბედურების, სიცოცხლის, სისხლის ფასად წარმოებდა, აქედან ხდებოდა თანხების ამერიკის გადასახადების გადახდელთა თანხების მითვისება და განიავება და არ არის გამორიცხული, რომ ეს თანხები მოკლეული იქნას რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციების ანგარიშზე. ძალიან დიდი ცვლილება დაიწყო მსოფლიოში, მსოფლიო შეტრიალდა დადებითი აზროვნებისკენ, უკვე ფაქტიურად წარმოჩინდა რუსეთის როლი, როგორც ამ პროცესში ლიდერის როლი, რომელიც იცავდა ტრადიციულად საერთაშორისო სამართლის ნორმებს, რომელიც პატივცემდა და ფაქტიურად მისი ბრძოლა გამოდის, რომ ეს იყო ბრძოლა უარყოფითის წინააღმდეგ, ეს იყო ბრძოლა ევროკავშირის კორუფციული ხელისუფლებების მიმართ, ეს იყო ბრძოლა ამერიკის დემოკრატიული პარტიის ბაიდენის ხროვის წინააღმდეგ და ამდენად ამ ბრძოლას მალე დაესმება წერტილი. ერთია რომ უაზროდ ამდენი ხალხი დაიღუპა, რომელიც არის აი უკრაინის მარიონეტული ხელისუფლების კისერზე, მათი სისხლით და თუ დროულად არ მოეგებიან გონს და ისევ დაიწყებენ აი რო იტყვენ აი ფაფხურს, ეს ზელენსკის თამადობით ეს არაკაცი კიდევ მეტი სისხლი დაიღრება, ამიტომ სასწრაფოდ ალბათ უახლოეს დღე